6 წლით უფროსია აჰმედი ზუკაზე. სიმაღლეში 2 სანტიმეტრიანი უპირატესობა აქვს ზუკას. წონა ორივე მებრძოლმა ჩააბარა. თურქი მებრძოლის დებიუტს ვიხილავთ დღეს MMA-ში. საღამოს პირველი ბრძოლაც დავიწყეთ. სანიშნავად მოისროლა მეგოქე გალიაზე არ არის და ვნახოთ ორი სტრაიკერის დაპირისპირება უკვე მიწაზე. ერთმანეთთან გამართული ორთაბრძოლის შემდეგ აჰმედმა მუაიტაიში მოიპოვა ერთი გამარჯვება. ვნახოთ როგორ ყავს შესწავლილი ზუკა ივანიაძე და რას დაუპირისპირებს მას უკვე MMA-ის ბრძოლაში. ჰალფგარდიდან ფულმაუნზე გადადის. ზუკა და ვნახოთ ალბათ უმძიმეს გრაუნდენ თავი შემოგთავაზებს თუ გაინთავისუფლებს თავს. ოკტაგონის ცენტრისკენ სულებს წაიყვანოს საკობით. უდესია საკენებს აქ შეიძლება ჩაერთოს უკვე რეფერი და პირველი რაუნდში დაასრულოს ზუკამ ყველაფერი. თუმცა ძალიან მარტივად აბიჯებს ზუკა აჰმედის გარდფეხს და ფულმაუნზე ექცევა უკვე მეორე და უმძიმეს დარტყმებს აყენებს ზემოდან. მათ პირველ ბრძოლაში ზუკამ რამდენიმე ულამაზესი ნოკდაუნი შემოგთავაზა და როგორც ხედავთ მიწაზეც ძალიან ჯობს აჰმედს. დასასრულს მოახლა ყველაფერი და ზურავი ივანიაძის ტექნიკური ნოკაუტი. 2-2 ვადაზე ადრე დასრულებული ბრძოლა. უდიდესი პოტენციალის მქონე ქართველი მებრძოლი, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს MMA-ში. ულოცავ ზუკას, ასე ჩთამბეჭდავ გამარჯვებას. იმედი მაქვს წელს კიდევ მინიმუმ ერთხელ ვიხილავთ ოქტაგონზე, რადგან უტრავოდ ჩაატარა აშკარად ბრძოლა და მალე უნდა ვიხილოთ სავარაუდოდ ის ოქტაგონში. Ladies and gentlemen, in the very first round, the referee has stopped this contest for the winner by TKO, Zurav Ivaniadze! ორი MMA-ის ბრძოლა, ორივე პირველი რაუნდის ტექნიკური ნოკაუტი.